და ის. სხვათა შორის თვალწმინდის პარკში 28 აპრილს საქველმოქმედო თეატრალიზებული წარმოდგენა იმართება სახელწოდებით შემოღამება მთაწმინდელს. და გენერალურ რეპეტიციას დაესწრო ჩვენი ჟურნალისტი ნატა ტაბიძე და მზადების პროცესზე ჩვენც მოგვიყვება, ასე რომ ნახოთ სიუჟეტი. 28 აპრილს ახალი საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია გაიმართება. მთაწმინდის პარკი კვირა საღამოს ფონდის სახელწოდებით მასრა ვარგოთ პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. 28 აპრილს სეზონის გახსნა არის მთაწმინდის პარკში, დაგეგმილია მრავალი აქტივობები, ღონისძიებები, დასწრება თავისუფალია. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, საქველმოქმედო ღონისძიება ანდერულში გაიმართება უკვე საღამოს 7 საათზე, სადაც დასწრება მოსაწყობებით იქნება. ჩვენ ვართ პარტნიორი მთაწმინდის პარკი ამ ღონისძიების და ძალიან მოხარული ვართ, რომ აირჩიეს და მთაწმინდის პარკში გაიმართება ეს ღონისძიება. საქველმოქმედო ფონდის შექმნის იდეა ერთი თვის წინ დაიბადა. რამდენიმე დღეში კი ანა ჩანგიანის სურვილი სისრულეში მოვა. ფონდი დაეხმარება სოციალურად დაუცველ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ქალბატონებს ონკოლოგიური პრობლემებით და არა მარტო მათ. ეს ღონისძიება არის ერთგვარი მესიჯი საზოგადოებისთვის, ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს ქველმოქმედებაში, იმისთვის, რომ საქართველოში არსებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მივაწოდოთ ის განათლება, რაც მათთვის აუცილებელია. ამ ღონისძიების შემდეგ ეს ფონდი არის გააქტიურებული და ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ამ ქველმოქმედებაში მონაწილეობა. პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით შემოღამება მთაწმინდაზე სტუმრებს მე-19 საუკუნეში ამოგზაურებს და იმ დროისთვის დამახასიათებელ მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ და თეატრალურ ნომრებს წარმოადგენს. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ მე მე-19 საუკუნეში ვცხოვრობ, თუნდაც ასე მგონი. ამდენად ჩვენი მსახიობები, მონაწილეები, ვისაც ნახავთ, ყველაფერი არ მინდა ვთქვა წინასწარ, ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ აქ. შესანიშნავ მსახიობებს, პოეტებს, კომპოზიტორებს, მომღერლებს. მე მაქვს პატივი, რომ ვიყო ამ საღამოს წამყვანი კი არა, მასპინძელი. ეს სასახლე ჩემია, მე მაცვია საუკეთესო კოსტუმი, თეთრი ჩოხა ახალუხი და ვგრძნობ თავს ნამდვილ ქართველად, სულითაც, ხორცითაც და ჩაცმულობითაც. ღონისძიებაში მონაწილეობას ქველმოქმედი ქალბატონებიც მიიღებენ, რომელთა მიერ ჩარიცხული თანხა მომავლის გზის ბავშვების სულიერ და გონებრივ განვითარებას მოხმარდება.